გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის მომდევნო 3 თვის პროგნოზი. ვინც ჩემი ერთგული გამომწერები ხართ, იცით რომ ყოველ 3 თვეში ვაკეთებ ესეთ გაშლას. არაფერზე არ იფიქროთ, არავინ არ ჩაიფიქროთ, მოეწყოთ კომფორტულად და ნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო გეხება თქვენ. პირველი არკანებით, რასაც აღწერ, როგორ ადამიანსაც თუ მოგესადაგებათ თქვენ, თუ აღწერს თქვენს პიროვნებას, ასე ვთქვათ, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა ადამიანს აღწერ, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. ვინ ხართ თქვენ? ვინც გახსენეთ ეს ვიდეო და მათევნებთ თვალ ყურს. ვინ ხართ თქვენ? უმაღლესი ძალების ხედვით. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც სამყარო გაძლევთ შანსს. შემოგდით ახალი სასიამოვნო წინადადება, ან მრავალი წინადადებები, ძირითადად ეს ეხება სამსახურს. მალე შემოგივათ ეს წინადადებები და ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ამ მომენტში რაღაც სიცარიელი გაქვთ გულში, განიცდით რაღაცას. ეს შეიძლება იყოს, რომ თქვენ გადაწყვიტეთ ზურგი შეაქციოთ რაღაცას და უშუალოდ შესაძლებელია ეს იყოს რაღაც მდგომარეობა, საიდანაც თქვენ უკვე გადაწყვეტეთ წასვლა და წახვედით, თუმცა ამან დატოვა გულში სიცარიელი და სანამ ეს სიცარიელი ამოივსება, განიცდით რაღაც შესაძლებელია ითქვას ცოტა მსუბუქ დეპრესიას. ამ მომენტში უფრო მეტად კონცენტრირებული ხართ წარსულზე და თვლით, რომ შესაძლებელია სწორად მოიქეცით, რომ მოიტოვეთ წარსულში ეს ან ვინმე, ან რაღაც. შესაძლებელია ეს იყოს სამსახური, ან რამე ამდაგვარი, ან საცხოვრებელი ადგილიც კი შეიძლება. ეს შესაძლებელია სწორი გადაწყვეტილება იყო თქვენი აზრით, თუმცა რაღაც სევდას გგრით. მალე ეს თქვენი სევდა გაიფანტება ძვირფასებო და შემოდის ახალი სასიამოვნო მოვლენები, წინადადებები თქვენს ცხოვრებაში, რაც არის შანსი უფლისგან ბოძებული თქვენთვის. თუ დაემთხვა ძვირფასებო ეს, რაც ვისაუბრეთ თქვენს ცხოვრებას, დაახლოებით მაინც რაღაც ვთქვათ 50% დაემთხვა, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვაგვარი ცხოვრებით ცხოვრობთ, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. ვინც დარჩით თქვენთვის, ვაგრძელებ უახლოესი 3 თვის პროგნოზი. უახლოესი 3 თვის პროგნოზი. ეს თვე, ესე იგი, სექტემბერი არ ითვლება ძვირფასებო, ოქტომბერიდან ჩათვალეთ. თქვენ გაქვთ დიდი, ასე ვთქვათ, ესე იგი, ცეთ როგორ არის, რაღაც შიშები გაქვთ, წინაღობები, რაც გამოწვეულია თქვენი შიშებისგან. ეს ყველაფერი არის ილუზია, რეალობაში თქვენ ხელს არაფერი არ გიშლით და მალე თქვენ ცხოვრებაში შემოვა მოვლენები, რაც თქვენ გადაგიყვანთ ცხოვრების უფრო ახალ ეტაპზე. ეს იქნება უფრო სტაბილური, ფინანსურად ეტაპი, ეს იქნება უფრო მყარი და თქვენ შეძლებთ დაეყრდნოთ პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდეგ ადამიანს, ვინც დაგეხმარებათ ამ ყველაფერში. ვისთანაც აქტუალურია, შესაძლებელია ეს იყოს თქვენი საყვარელი ადამიანი, ვინც პირად ცხოვრებაში ბედნიერები ხართ და დაუშვათ მოვლენები თქვენ ცხოვრებაში უფრო ეხება სამსახურს, ფინანსებს და ასეთ საკითხებს, დარეგულირდება ოქტომბრის თვიდან ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში თქვენ ამისი არ გჯერათ და თქვენ გაქვთ რაღაც უდიდესი შიშები ამასთან დაკავშირებით. შემდეგ, ესე იგი, ოქტომბერი, ნოემბერი. ნოემბრის თვე არავით არ შიში ახარ გაქვთ უკვე ნოემბრის თვეში. ნოემბრის თვეში დარწმუნებული ხართ, რომ თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი არის
კარგად, ყველაფერი არის ისე, რომ თქვენ ხართ კმაყოფილი, თქვენ ხართ ბედნიერი და თქვენ ღმერთს ამისთვის მადლობას ეუბნებით. ესე იგი ნოემბერი, დეკემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. ცოტა ესე იგი ავირიე. ანუ დეკემბრის თვე არის მიღწევების თვე, როდესაც თქვენ უკვე მიაღწიეთ. ეს შეიძლება იყოს თანამდებობა, დაწინაურება სამსახურში, თქვენი გეგმების განხორციელება, როდესაც განხორციელდა უკვე თქვენი გეგმები, რასაც გეგმავდით უკვე ან მრავალი თვე, ან მრავალი წელი. ასე ვთქვათ, ფრთები შეისხა თქვენმა ფიქრებმა და განხორციელდა. ეს ასევე შესაძლებელია იყოს დაუშვათ შეძენა რაღაცის, ვთქვათ, უძრავ-მოძრავი ქონების, ან ვისთანაც აქტუალურია სასიყვარულო თემა, დაქორწინებაც კი არის შესაძლებელი. ეხლა ვნახოთ კონკრეტულად ფინანსები. კონკრეტულად ფინანსები ვნახოთ, დაუშვათ ოქტომბრის თვეში თქვენი ფინანსები, ნოემბრის თვეში და დეკემბრის თვეში. ესე იგი, ოქტომბრის თვეში თქვენ უკმაყოფილი იქნებით ფინანსებით და საკითხებით, რაც ეხება ფინანსებს. შესაძლებელია დაგეხმაროთ ქალბატონი რაღაც ფინანსურ საკითხებში და თქვენ ამისგან დარჩებით ძალიან კმაყოფილი. თუ თქვენ თვითონ ხართ ქალბატონი, ესეთი რბილი ენერგიების, პოზიტიური, კეთილი, სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი, ოქტომბრის თვეში თქვენ მიაღწევთ, შეიძლება ითქვას, ფინანსურ თავისუფლებას. შემდეგ ნოემბრის თვეში თქვენ ხართ როგორც მებრძოლი, თქვენ ცდილობთ შეინარჩუნოთ ის, რაც გააქვთ და მოიპოვოთ კიდევ უფრო მეტი. ეს შეიძლება იყოს დამატებითი სამსახური, ეს შეიძლება იყოს დამატებითი პასუხისმგებლობა. ესე იგი, ნოემბრის თვეში თქვენ უფრო აქტიურდებით და ეს აქტიურობა მოითხოვს თქვენგან მეტ ჩართულობას ინტელექტის და უფრო გონების მხრივ, რაც ასევე დამძაბავია, ცოტა ნერვებზე მოქმედებს, თუმცა თქვენ არაპირებთ ფარხმალის დაყრას და მიდიხართ წინ. შემდეგ დეკემბერში უკვე თქვენ გრძნობთ რაღაც დაღლილობას, იმიტომ რომ გაქვთ ბევრი პასუხისმგებლობა და თვლით რომ ესე იგი საკმარისია უკვე, რაც აიღეთ თქვენ თავზე პასუხისმგებლობები, ადამიანურად თქვენ ძალიან ბევრი რესურსი მიგდით, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად შემოგდით რესურსი, ფინანსური, ადამიანურ თქვენ რესურს ამაზე ხარჯავთ ძალიან ბევრს და დეკემბრის თვეში რჩევა არ მიკითხავს, მაგრამ რატომღაც რჩევაც მოიაზრება აქვს, რომ ეცადეთ, რომ შეისვენოთ ცოტა, რათა ძალიან არ გადაიღალოთ. ესეთია ფინანსები დეკემბრის თვეში. ვნახოთ, ვისთვისაც აქტუალურია სასიყვარულო სფერო. ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. ესე იგი, ოქტომბრის თვეში დაიწყება რაღაც манипуляციები თქვენ ცხოვრებაში, სასიყვარულო, აქტიურობა, გააქტიურდება, ასე ვთქვათ, ქალების შემთხვევაში მამრობითი სქესი გააქტიურდება და მამაკაცებმა რაღაცნაირად მიასადაგეთ თქვენს პიროვნებას. ესე იგი, ოქტომბერში დაიწყება აქტიურობა სასიყვარულო სფეროში. შემდეგ ნოემბერში თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს არ გჭირდებათ, ეს ის არ არის, რაც თქვენ გეგონათ, ასე ვთქვათ და მიდიხართ ამ манипуляციებისგან, ასე ვთქვათ. და დეკემბრის თვეში არის სრული თავდაჯერება, ეს შეიძლება იყოს ქალბატონების შემთხვევაში ოფიციალური ქორწინება, ხელისთხოვა და ასე შემდეგ და მამაკაცების შემთხვევაშიც თქვენ ცხოვრებაში შემოდის ქალბატონი, რომელიც ასე ვთქვათ, ქალბატონზე როგორ თქვა, აიღებს პასუხისმგებლობას თქვენზე მეთქე, თუმცა რაღაც ასე შეეფერება. ესე იგი, დეკემბერში დასტაბილურდება თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები. და ვნახოთ ზოგადი რჩევა თქვენთვის და ამაზე და ძალიან ბევრს ნერვიულობთ, მაგრამ არაფერი გაქვთ ძვირფასებო სანერვიულო, შეხედეთ 10-იანი თასი. ყველაფერი გექნებათ შესანიშნავად. მე გისურვებთ ჰარმონიას, ბედნიერებას და ულევ სიხარულს.